მოგესალმებით, მე ვარ ნიკა მალაზონია, პროექტის მენეჯმენტის ტრენერი. და მინდა გესაუბროთ დღეს იმაზე თუ რას წარმოადგენს პროექტის მენეჯმენტი. ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება საქართველოში და მთელ მსოფლიოში. თუმცა შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არ იცოდეს, რომ პროექტების უმრავლესობა არის წარუმატებელი. რას გულისხმობს პროექტის წარმატება? მოდით პირველ რიგში ამაზე შევთანხმდეთ. მაგალითად დავიღოთ სამშენებლო სფერო. ვიცით რომ საქართველოში ძალიან ბევრი კორპუსი შენდება, აშენდა ბოლო დროის განმავლობაში. და ესე გვერდიდან თუ შევხედავთ, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს პროექტები ყველა იყო წარმატებული, იმიტომ რომ პროექტის მიზანი იყო, რომ ეს შენობა აშენებულიყო და რეალურად ეს შენობა აშენდა. მაგრამ გვავიწდება მნიშვნელოვანი რამ, რომ ეს შენობა რომ აშენდა, აშენდა თუ არა პირველ რიგში ისეთი, როგორც ჩვენ დავგეგმეთ. აშენდა თუ არა იმ დროში, რაც ჩვენ დავგეგმეთ და აშენდა თუ არა იმ ბიუჯეტის ფარგლებში, რაც ჩვენ ქონდა დაგეგმილი. სწორედ ეს სამი ფაქტორი, მისი შინაარსი, პროექტისთვის განკუთვნილი დრო და ბიუჯეტი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად წარმატებული იყო ჩემი პროექტი. ეს სამი ფაქტორი ყველა პროექტისთვის ქმნის პროექტის სამ ძირითად შეზღუდვას. და აი ამ შეზღუდვების ერთობლიობას ეწოდება მაგიური სამკუთხედი. რატომ ეწოდება ჩვენ სამკუთხედს მაგიური? იმიტომ რომ ყველა კომპონენტი ერთმანეთზე არის დამოკიდებული. ანუ ერთ-ერთი ფაქტორის შეცვლა იწვევს რომელიმეს ან ორივე დანარჩენი ფაქტორის ცვლილებას. ისევ სამშენებლო სფეროს რომ დავუბრუნდეთ და ესეთი მაგალითი მოვიყვანოთ, მაგალითად ჩვენ გვაქვს ესეთი პროექტი, რომ უნდა ავაშენოთ ორსართულიანი სახლი, ეს არის ჩვენი შინაარსი პროექტის, უნდა ავაშენოთ ორ თვეში, ეს არის ჩვენი დრო და უნდა ავაშენოთ 200.000 ლარად. ეს არის ჩვენი ბიუჯეტი. ეს არის მოცემულობა. დაიწყო პროექტის განხორციელება ამ პარამეტრებით და განხორციელების ეტაპზე მოდის დამკვეთი და გვეუბნება, რომ ისიც თანხაში ვეღარ ვეტევით, ანუ ჩვენ გვაქვს არა 200.000 ლარი ხელმისაწვდომი, არამედ 150.000 ლარი. მხოლოდ. ანუ შეგვეცვალა ჩვენი ბიუჯეტი. რა მოხდება ამის შედეგად? ამის შედეგად, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეცვლება შეიძლება დროც შეგვეცვალოს, ანუ ვეღარ ჩავეტიოთ იმ ორ თვეში, ხო, ვინაიდან ბიუჯეტი შემცირდა და შეიძლება ვერ ავაშენოთ ისეთი შენობა, როგორც გვინდოდა თავიდან. ან მეორე ვარიანტი მოვიდა, ჩვენი დამკვეთა გვეუბნება, რომ ისეთ რა ორი თვე აღარ გვაქვს, ორი თვის მაგივრად უნდა ავაშენოთ ეს შენობა ერთ თვეში. ხო, რა თქმა უნდა, გაგვიძვირდება ხარჯი და შეიძლება ვერც მოვასწროთ იმ შინაარსის მიღება, რაც ქონდა დაგეგმილი. ეს გულისხმობს სწორედ პროექტის მაგიურ სამკუთხედს, რომელიც აერთიანებს იმ ძირითად შეზღუდვებს, რომელშიც არის შეზღუდული ჩვენი პროექტები. ამ შეზღუდვების გარდა კიდევ არსებობს დამატებითი შეზღუდვები, ეს არის ხარისხი, რესურსები და რისკები. და სწორედ აი ამ კომპონენტების მართვას ეწოდება პროექტის მენეჯმენტი. ანუ პროექტის მენეჯმენტის მიზანი არის რეალურად რა? აი ამ კომპონენტების დაგეგმა და მართვა ისე, რომ გეგმარებითი მონაცემები შეესაბამებოდეს რეალურად შემდეგ ფაქტიურ მონაცემებს. და ამ თვალსაზრისით უკვე პროექტის წარმატებას გულისხმობს რას? გულისხმობს იმას, რომ ყველა ის კომპონენტი, რომელიც დაგეგმილი იყო თავიდან, ფაქტიურად მივიღო ისეთი, როგორც მე დავგეგმე. ანუ პროექტის მენეჯმენტი შეისწავლის იმ მეთოდებს, ტექნიკებს და ინსტრუმენტებს, რომლებიც გვეხმარება ოპტიმალურად დავგეგმოთ შინაარსი, ხარჯები, დრო, ხარისხი, რისკები და რესურსები, ვმართოთ ისინი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ სწორედ იმ ფარგლებში ჩვენი მიზანი როგორც იყო დაგეგმილი. საერთოდ რატომ ხდება პროექტების ინიციირება? რატომ გვჭირდება პროექტების განხორციელება? ხომ, საიდან ჩნდება საერთოდ პროექტის იდეები? ამის არსებობს ორი ძირითადი მიზეზი. შეიძლება ეს იყოს უბრალოდ რაღაცა ახალი იდეა, რომ მე მაქვს იდეა, რომ განვახორციელო კონკრეტული პროექტი, რითიც არ ვიცი, უფრო მეტი მოგების გენერირებას მოვახდენს ჩემ კომპანიაში.
ან მეორე ვარიანტი, რომელიც საკმაოდ ხშირი არის, არსებობს რაღაც პრობლემა და აი ამ პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად ჩემი პროექტი. როდესაც ჩვენ გვაქვს პრობლემა, ნებისმიერი ტიპის პრობლემა, ხო? და პირდაპირ ვიწყებთ იმაზე ფიქრს, რა პროექტი განხორციელო იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას. როგორც წესი, აი ამ დროს მე ვფიქრობ იდეებზე და როგორც წესი ეს იდეები არ ამართლებს. იმისათვის, რომ ეფექტურად მოახდინო პროექტის იდეის გენერირება, აუცილებელია, რომ გაანალიზდეს პრობლემა. ანუ გაანალიზდეს ამ პრობლემის გამოწვევი მიზეზები. პრობლემების ანალიზის მეთოდები ბევრია, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი მოფიქრებული არის იაპონელი მეცნიერი საკიჩი ტოიოდას მიერ, რომელიც საკმაოდ წარმატებული ადამიანია, იმიტომ რომ მან დააარსა ტოიოტა და მის მიერ მოფიქრებულ მეთოდს ქვია 5ჯერ რატომ მეთოდი. რაც გულისხმობს შემდეგს, რომ როცა გვაქვს კონკრეტული პრობლემა, აი ამ პრობლემას უნდა დავუსვათ კითხვას. რატომ მაქვს ეს პრობლემა? ვღებულობ აი ამ პრობლემის გამოწვევ მიზეზს. თუმცა იმ მიზეზსაც თავისი გამოწვევი მიზეზი შეიძლება ქონდეს. შესაბამისად, 5ჯერ რატომს რო დავუსვავ იმ მიზეზს, როგორც წესი ჩავდივარ იმ პირველად მიზეზამდე, რომლის აღმოფხვრაც მაძლევს პრობლემის გადაჭრას. თქვენთან შეგიძლიათ მოსინჯოთ ეს მეთოდი და ძალიან დიდი ალბათობით მეხუთე რატომდე შეიძლება ვეღარ ჩახვიდეთ და უკვე მესამე რატომის შემთხვევაში მიხვიდეთ იმ ძირითად მიზეზამდე. საკმაოდ ეფექტური მეთოდი არის, მაგრამ რა თქმა უნდა გვეხმარება პროექტის ეფექტური იდეის გენერირებაში. მე გირჩევთ მომავალში, როცა დაგეგმავთ პროექტებს, აუცილებლად დაგეგმეთ ისინი მას შემდეგ, რაც გაანალიზებთ თქვენ საჭიროებებს, გაანალიზებთ კარგად თქვენს პრობლემებს და მოახდენთ სწორედ ამის შედეგად პროექტის იდეის გენერირებას. დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და მალე შევხვდებით კიდევ უფრო საინტერესო თემებით.